სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. სიტყვათ მოლიწმინდათა შორის მამისა ჩვენისა ლუკა ირიმეისა. ღვთის სასუფეველი ჩვენშია. ვიცი რომ ყველა თქვენგანს სწამს მარადიული ცხოვრებისა. ისიც მომეხსენება რომ ცათა სასუფეველში მოხვედრისაკენ მიისწრაფით. მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ სწორად გესმით თუ რა არის მარადიული სიცოცხლე და ცათა სასუფეველი. ბევრი ადამიანია, ვისაც ცათა სასუფეველზე სრულიად მცდარი წარმოდგენა გააჩნია. მათი წარმოდგენა მუსულმანთა პრიმიტიულ წარმოდგენას უახლოვდება. ისინი მიიჩნევენ, რომ ცათა სასუფეველი ეს სიხარულით ახსავსე ცხოვრებაა, დიდებულ სამოთხის ბაღებში, ნაირ-ნაირი საჭმელ სასმელით, სადაც ულამაზესი ახალგაზრდა ქალები მათ ცეკვა სიმღერით დაატყობენ. წმინდა პავლე მოციქულმა კი ბრძანა, რამე თუ არა არის სასუფეველი ღმრთისაი საჭმელ და სასუმედ, არამედ სიმართლე და მშვიდობა და სიხარულ სულითა წმინდითა. რამე თუ რომელი ამათშინა ჰმონებდეს ქრისტესა, სათნო არის იგი ღმრთისა და რჩეულ კაცთა. როგორც ხედავთ, სრულებით არ გავს მუსულმანთა და ქრისტიანთა უმეცარი ნაწილის წარმოდგენას. არ არჩეული კერძები და ჭამასმა, არამედ სრულიად სხვა რამ, სიწმინდე, მშვიდობა და სიხარული სული წმინდაზე. ერთხელ, როდესაც უფალი იესო ქრისტეს ცათა სასუფეველზე შეეკითხნენ, მან მიუგო, არა მოვიდეს სასუფეველი ღმრთისაი ზმნით, არცა თქვან აჰა აქა ანუ იქი, და აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაი შორის თქვენსა არს. ოდესმე თუ მოგისმენიათ, წაგიკითხავთ, ან გაგიაზრებიათ ეს სიტყვები. იცოდით, რომ ღვთის სასუფეველი თქვენშია. მარადიულ ცხოვრებაზე, რომელიც იგივე არაც ღვთის სასუფეველი, უფალმა იესო ქრისტემ თავის საღმრდელთავრო ლოცვაში ასე ბრძანა. და ესე არ ცხოვრება ესაუკუნოი, რაითა გიცოდენ შენ მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესო ქრისტე. სრულებით არ არის ის, რაც მუსულმანებს აქვს წარმოდგენაში. ისევ რაღაც ძალიან სიღრმისეული და უდიდესი მნიშვნელობის მქონე სიტყვებია. მარადიული ცხოვრება ეს მხოლოდ ჭეშმარიტი ღმრთისა და მის მიერ მოვლინებული იესო ქრისტეს შეცნობაა. როგორ შევიცნოთ მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთი და მის მიერ მოვლინებული იესო ქრისტე? ყველაზე ახლოს და ყველაზე უკეთ ხომ ახლობელ ადამიანებს, ვის გვერდითაც ცხოვრობთ, მათ ვიცნობთ. უფრო ახლოს და უფრო უკეთესად რომ გავიცნოთ ადამიანები, მათ საქმიანობაში, გრძნობებში, აზრებსა და სურვილებში რომ გავერყვათ, მათთან მჭიდრო კავშირი უნდა გქონდეს. უპირველესად კი სიყვარულით აღსილი ურთიერთობა. უცხო და შორს მყოფ ადამიანებს სრულებით არ ვიცნობთ. სწორედ ასე ხდება მხოლოდ ჭეშმარიტი ღმრთისა და მის მიერ მოვლენილი იესო ქრისტეს შეცნობა. ამისათვის აუცილებელია უწყვეტი, ახლო და მჭიდრო ურთიერთობა თავად მამა ღმერთთან, უფალ იესო ქრისტესთან და ცხადია სული წმინდასთან, რამე თუ ყოვლადწმინდა სამება განუყოფელია. თუ შესაძლებელია ჩვენთვის მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობა. მხოლოდ სიყვარულით არის შესაძლებელი, რამე თუ ვიცით წმინდა და დიდი მოციქულის იოანე ღვთისმეტყველის სიტყვებიდან, რომ ღმერთი არის სიყვარული და მასთან ურთიერთობა მხოლოდ სიყვარულის მეშვეობით ხდება შესაძლებელი. ღმერთი სიყვარული არის და რომელი ეგო სიყვარულსა ზედა, ღმერთი მისთან აღიეს და იგი ღმრთისათან. უფალი ახლოს იმყოფება ჩვენთან, როდესაც მუდმივი ურთიერთობა გვაქვს მასთან ლოცვითა და სიყვარულით აღსრულებული საქმეებით. ბევრი, ძალზე ბევრი წმინდანი იყო სამყაროში და ყოველ მათგანზე საუბარი შეუძლებელია. ჩვენთვის ყველაზე ახლობელ წმინდანებს შეგახსენებთ: სერაფიმ საროველს, სერგი რადონეჟელსა და ანტონ და თეოდოს პეჩორილებს. თუ გასაკვირია, რომ ამ უდიდესი წმინდანების გულში მათ მიწიერ სიცოცხლეშივე ცათა სასუფეველი დაიწყო. ცათა სასუფეველი იქ არის, სადაც უფალი სუფევს, ხოლო ჭეშმარიტი და დიდებული უფალი ცხადად სუფევდა ამ უდიდესი წმინდანების გულში. რამე თუ მთელი მათი ცხოვრება ღმერთს, მისდამის სიყვარულსა და მასთან ურთიერთობას ეძღვნებოდა. განაუცნაურია, თუ დავიჯერებთ ქრისტეს სიტყვების თანახმად, რომ ამ უდიდესი წმინდანების გულში
მათი მიწიერი ცხოვრების დროიდან ღმრთის სასუფეველი იწყებოდა. მათი ცხოვრება სრულებით არ გავდა ერში მყოფი ადამიანების ცხოვრებას. მათ მთელი სიცოცხლე უფალს მიუძღვნეს და მასთან მჭიდრო კავშირში იმყოფებოდნენ. ამიტომ გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მათ გულში სულიწმინდა ჩასახლდა. ისინი ღმრთის ტაძრად იქცნენ, რომელშიაც სულიწმინდა სუფევდა. განა ასე ცხოვრობს ამ ქვეყნიურ ადამიანთა დიდი უმრავლესობა. არა, სრულებით არა. ისინი არ ფიქრობენ ღმერთზე, არც მარადიული ცხოვრების სწამთ და მისკენ არ მიუვდიან. სათასასუფეველთან არაფერი ესაქმებათ. რამე თუ ასეთი ადამიანების ყოველი აზრი, მისწრაფება და სურვილი მხოლოდ მიწიერი სასუფევლისკენ არის მიმართული. მათ არ სჭირდებათ მარადიული ცხოვრება. მათ საზრუნავს მიწიერი ცხოვრების საუკეთესოდ მოწყობა წარმოადგენს და მათი ყოველი ფიქრი და მისწრაფება მხოლოდ ამისკენ არის მიმართული. ხოლო ისინი, ვინც საკუთარი სიცოცხლის მიზნად მარადიული ცხოვრება და უმაღლესი ღირსებების შეძენა დაისახა, რომელიც თათასასუფევლის შესასვლელს უხსნის, მისივე წმინდა სიტყვით ქრისტეს მცირე სამწყსოს წარმოადგენს. მაგრამ არა მხოლოდ დიდებული წმინდანების გულში იხსნება თათასასუფეველი, მათი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში. რიგითი ქრისტიანების გულშიც, რომლებმაც ქრისტე შეიყვარეს და უკან მიჰყვებიან მას, თათასასუფეველი უკვე აქვე იწყება. დაიმახსოვრეთ წმინდა მოციქულის იოანე ღვთისმეტყველის ძალზე მნიშვნელოვანი სიტყვა სულიწმინდის შესახებ. და რომელი იმართვიდეს მცნებათა მისთანა ღიეს და იგი თავადი მისთანა და ამით უწყით რამე თუ ღიეს ჩვენთანა სულის ამისგან, რომელი მომცა ჩვენ. ყოველი მხურვალე ლოცვისას და ყოველი კეთილი საქმის აღსრულებისას საკუთარ გულში სულიწმინდის ნაზგ მქროლვას შევიგრძნოთ. გაცილებით მშვიდობიანი, ჩუმები, თვინიერები, წყნარები ვხდებით. სხვის ცოდვებს არ ვახმაურებთ და აღარ განვიკითხავთ და ჩვენი სულის ამ მადლისმიერი ცვლილებით ვხვდებით, რომ ჩვენში სულიწმინდა დაივანა. ეს ჩვენში თათასასუფევლის დასაწყისია, რომელიც სუსტ გარიჟრას წააგავს და ქრისტეს მცნებების აღსრულების ყვალდაკვალ ეს გარიჟრაზი სულ უფრო და უფრო მეტ ნათელს იძენს. დიდებული წმინდანების გულში უკვე მთელი ძალით გაბრწყინდა მზე, ჩვენში კი მხოლოდ გარიჟრაზია, მაგრამ ესეც ჩვენში არსებული თათასასუფეველია. არ იფიქროთ, რომ დღის გათენების მსგავსად ზეციური სასუფევლის დასაწყისი თავისთავად გაგრძელდება თქვენს გულებში. არა, ამას გეუბნებით მცირე სამწყსო. შეისმინეთ უფალ იესო ქრისტეს დიდებული სიტყვები. სასუფეველი ცათაი იძულების და რომენი აიძულებდნენ, მათ მიიტაცონ იგი. სიყვარულის უდიდესი ძალით, კეთილი საქმეების აღსრულებისას დაუღალავი შრომით გმართებს, განუხრელად ხელი შეუწყოთ ჩვენს გულებში სიმართლის მზის გაბრწყინებას. მუხლ ჩაუხრელი შრომაა საჭირო იმისათვის, რომ ჩვენი გული ყოველგვარი ცოდვითი უწმინდურებისაგან, ვნებებისა და ავხორცობისაგან გაუწმინდოს და მხოლოდ მაშინ კიდევ უფრო ცხადად გაიხსნება ჩვენში ღვთიური სასუფეველი. თუ ამგვარი ყოველდღიური შრომა გულის განწმენდისა ჩვენი ცხოვრების უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ამოცანა გახდება და თუ სხეულის საზრუნავზე მხოლოდ აუცილებელ დროს დავხარჯავთ, მაშინ თავად სიკვდილიც კი საშიში აღარ იქნება, არამედ ღრმად სასიხარულო მოვლენად იქცევა, რამე თუ იგი მარადიულ ცხოვრებაში გადასასვლელ ხიდად იქცევა. მაშინ მთავარანგელოზის საყვირისა და საშინელი ელვის ხმაზე, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე გაანათებს ყოველივეს, სიხარულით აღსავსენი წელში გავიმართებით, რამე თუ მოწევნულ არს გამოხსნა თქვენი. ამ სიხარულის ღირსად გაგხდის მზე ჭეშმარიტებისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, თუ ვიწრო კარითა და ეკლიანი გზით ვივლით, მისი მცნებების აღსრულებისა და მის გამო ტანჯვისათვის. ამინ. შეგვეციოს ლუკა ყირიმელი, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა პირადი ღვაწლის მნიშვნელობა. ჩვენ არაერთხელ ვისაუბრია ამ საკითხზე და დღესაც ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ შევეხები. თანამედროვე ესე ვთქვათ, ადამიანს სურს, რომ ყველაფერი უშრომელად მიაღწიოს. სურს, რომ ყველაფერი მის მაგივრად
ვიღაცამ გააკეთოს. ოღონდ კი თვითონ არ შეწუხდეს, ოღონდ კი თვითონ არ გაინძრეს და ყველაფერზე მზად არის ადამიანი. აი წმინდა ლუკა გვახსენე და სხვათა შორის აი ჩვენი ამ უმოქმედობის ესე ვთქვათ გასამართლებლად ხშირად ეშმაკი გაგვახსენებს ხოლმე რომ ჩვენი უფალი არის კაცთმოყარე უფალი, რომელიც ჩვენთვის ჯვარზე გაეკრა, რომელმაც ჩვენი ცოდვები აიღო და რომ ის მოწყალია, რომ ის სიყვარულია, რაზეც წმინდა ლუკამაც აგერ ისაუბრა სახარებიდან მოყვანილი სიტყვებით, ამას გვახსენებს და ამით მოხიბლულნი ჩვენ სამწუხაროდ უმოქმედონი ვრჩებით ხოლმე და რაღაცნაირი თავის მოტყუების მდგომარეობაში ვართ და ვფიქრობთ რომ ჩვენ არაფერს არ გავაკეთებთ, მაგრამ უფალი მაინც შეგვიწყალებს. აი დღეს წმინდა ლუკა სწორედ აი ამ ცდარ მოსაზრებას ჩვენსას ამხელს და გვეუბნება რომ ყოველდღიური შრომა არის აუცილებელი იმისათვის რომ ადამიანი გადარჩეს. ყოველდღიური ღვაწლი, ყოველდღიური ურთიერთობა უფალთან. სიტყვები რომ სასუფეველი ღვთისა თქვენშია რას ნიშნავს, იმიტომ რომ რა არის ახლა სასუფეველი ღვთისა? მართლა ადგილი ხო არ არის ახლა როგორც მუსულმანებს სჯერათ, ხო? მათ მართლა ესე სჯერათ, რომ სასუფეველი არის ძალიან ლამაზი ბაღი, ადგილი, სადაც ისინი მთელ თავიანთ ცხოვრებას გაატარებენ დროს ტარებაში, ჭამაში, სმაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მართლა ამის ჯერათ. ჩვენ ქრისტიანებს ეს არ გვჯერა, ხო? როგორ შეიძლება ადგილი იყოს ახლა? წარმოიდგინეთ, ნებისმიერ ადგილზე, სადაც ახლა ჩვენ ჩაგვსვავს ღმერთი, ყველაფერს ჯოჯოხეთად ვაქცევთ ისე. იმიტომ რომ იქაც ჩვენ ვიქნებით. ჯოჯოხეთი რა არის, ხო, რომ დაფიქრდეს ადამიანი? ჯოჯოხეთი არის ცოდვა. ის ყველა ვნება, ის ყველა ნებიანი მიდრეკილება, რაც ჩვენშია, ჩვენ შიგნით. ხო, შური, ტყუილი, უპატივცემლობა, მრისხანება, ამის მქონე ადამიანები, ახლა ჩვენ წარმოიდგინეთ, რომ ამის მქონე ადამიანი აგერ უნდა 60-ში ჩაგი, იქაც ჯოჯოხეთში ხარ, რა მნიშვნელობა? და თუ ადამიანი ამ ყველაფრისგან იწმინდება, დღეს აი წმინდა ლუკამ სწორედ ეს გითხრა, რომ აქვე უნდა დაიწყო ამ ყველაფრის გაწმენდა. და თუ ამ ყველაფერს გაიწმინდა შენი გულიდან და სუფთა იქნება შენი გული, სადაც არ უნდა ჩაგსვან, შენ მაინც 60-ში იქნება. აი რა ვითარებაშიც არ უნდა მოექცე, შენ მაინც 60-ისეულ ნეტარებას განიცდი. იმიტომ რომ ღმერთი იქნება შენში. სულიწმინდა თუ არის შენში ახლა აი რა ადგილმა უნდა, იმიტომ იყო ხო აი წმინდანთა ცხოვრებებს რო ვკითხულობთ, ხო? აწამებდნენ, ანჯავდნენ, რას არ უკეთებდნენ, მაგრამ სიმშვიდეს ვერ ურღვევდნენ. სიხარულს ვერ ურღვევდნენ, უხაროდათ ეს ყველაფერი. იმიტომ რომ სულიწმინდა იყო მათ გულებში. ამას გულისხმობს წმინდა ლუკა ყირიმელი დღევანდელ თავის ქადაგებაში და ამას გვეუბნება აქეთკენ მოგვიწოდებს აქეთკენ თუ სულა აქედანვე არ დაიწყე დედამიწიდან. მე ახლა იქ უცბად რომ გარდაიცვლები ადამიანი უცბად რამე კი არ შეიცვლება ჩვენში. პირიქით უფრო მეტად გამოვლინდება ის რაც ჩვენ შიგნით იყო. თუ კარგი იყო უფრო მეტად გამოვლინდება, თუ ცუდი იყო კიდე უფრო მეტად გამოვლინდება ისიც. ამიტომ ამბობს წმინდა ლუკა და გვეუბნება რომ ყოველდღიურად, აი როცა რაღაცა სიკეთეს გააკეთებო და ატყობო რომ აი სულიწმინდა შემოვიდა შენში, ისე კი არ მიატოვო რომ თვითონ მერე რაღაცას თვითონ გაიზრდება შენში, არა, ყოველდღიურად იშრომე, ყოველდღიურად ეცადე რომ უფრო ახლოს გაიცნო შენი ღმერთი. შრომით, ღვაწლით, ლოცვით, მარხვით, კეთილი საქმეებით, სხვანაირად არ ხდება. ეხლა ჩვენ რო გვინდა ქართველებს განსაკუთრებით რო გვიყვარს ეხლა დროს ტარება ჭამასმა, ასე რომ სულის ცხონება ხდებოდეს, ალბათ ვერავინ ვერ დამასწრებდა. მაგრამ არ ხდება ესე სულის ცხონება. სულის ცხონება ხდება მხოლოდ კეთილი საქმეებით და ღვთის სიყვარულით. უпростоრეთ ესე რომ ვთქვათ, ღვთის სიყვარულით აღსრულებული კეთილი საქმეები. სხვანაირად არ ხდება, დამიჯერეთ. ჩვენ თუ მთელ ჩვენ ცხოვრებას აქ გავატარებთ ამ ქვეყნის მოწყობისთვის, აი აქ ჩვენი სახლის მოწყობისთვის ამ ქვეყანაზე,
ვერ ეხლა რო გარდავიცვლებით მეორდები მაპატიეთ რაღაცნაირად სასწაული კი არ მოხდება და ისევ ისეთები ვიქნებით. რა თქმა უნდა უფალი გვეტყვის რომ კარგი რისთვისაც შრომობდი ის იქნება შენ. თუ არ გინდო ღმერთმა დაგვიფაროს. თუ არ გინდოდა სასუფეველი მე არ გინდოდი და არ მიცნობ. გახსოვთ ხო ერთგან მაცხოვარი რო ამბობს არ გიცნობთ ვინ ახართ. აი დღევანდელ ქადაგებას ეხმიანება ხო? არ გაგიცნივართ სანამ ცოცხალი იყავით უფალი გვეუბნება. კი შეიძლება იძახოდით უფალო. შეიძლება მომიხმებდით თველოცვებში უფალი გვეტყვის, მაგრამ არ მიცნობთ მე თქვენ. თქვენ სულ სხვა ცხოვრები ცხოვრობდით. არ დაგიწყიათ შრომა ასეთ ადამიანებს ეტყვის ღმერთმა დაგვიფაროს ეს რომ მოისმინოთ, მაგრამ თუ ადამიანს უდარდელად იცხოვრებს, მაშინ მოისმენს აუცილებლად. რომ შენ არ ცხოვრობდი ამისთვის და ეხლა აქ არ გიცნობ. ღმერთმა დაგვიფაროს რომ უფლისგან ეს საშინელი სიტყვები მოვისმინოთ რომ არ გიცნობ. არადა ეხლა დავფიქრდეთ აბა რომელი ვიცნობთ უფალს. აი როგორც საჭიროა ისე რომ ვიცნობდეთ. რომელი ჩვენთაგანისთვის არ არის ჩვენი დროის. ნახეთ როგორ თქვა ლუკა ყირიმელმა რომ ისე უნდა ვცხოვრობდეთო რომ მთელი ჩვენი მიზანი იყოს სულისხონება სასუფეველის დამკვიდრება და ამ ქვეყნიური საქმეებს მხოლოდ იმდენს აყვასრულებდეთ რაც ჩვენი არსებობისთვის არის საჭირო. აი მოდით გულწრფელად თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენ თავს უპასუხოთ რომელი ვართ ასე. რომელიც საზრუნავი ყოველდღიური არ არის მინიმუმ 80%, 90 ამ ქვეყნიური სიკეთე ჩვენი და კეთილდღეობა. და 10% მაქსიმუმ მე მგონი ამასაც ცოტა ზედმეტს ვამბობ 10%-იც ალბათ არა. ალბათ აი 5%, 1% ჩვენი დღიური ფიქრებისა და საზრუნავისა ეთმობა ღმერთს. რა თქმა უნდა ასეთ გულში სასუფეველი ვერ დაიმკვიდრებს. იმიტომაც არის მე რომ შფოთი გვაქვს, აუგებრობები, იმიტომ რომ სიმშვიდეს ვერ პოულობთ. სწორედ ამიტომ. ღმერთმა შეგვაძლებინოს რომ სწორი გზით ვიაროთ, იმ გზით ვიაროთ, რა გზაც ჩვენმა უფალმა გაგვიკვალა. მან ხო გითხრა რომ მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება და ღმერთმა შეგვაძლებინოს რომ მას მივყვეთ. ნახეთ რა კარგად თქვა იმედი რო არ დაგვეკარგა წმინდა ლუკამ როგორ მარტო დიდწმინდანებზე არ გეუბნებითო ჩვენსო ჩვეულებრივი ქრისტიანებიცო ვინც ქრისტეს მივყვებით ჩვენც ამ გზაზე ვდგევართ. აი ღმერთმა შეგვაძლებინოს რომ ჩვენც ჩვენი შესაძლებლობით ესე ნელ-ნელა ჩანჩალით უკან მივყვეთ ქრისტეს. და ყოველდღიურად ცოტა რაც შეგვიძლია ისე გავაუმჯობესოთ ჩვენში ესე ვთქვათ ქრისტიანი კაცი. და ვინიც ის უფალი შეგვეწევა, წყალობას მოიღებს და ვაცხოვნებს თითოეულ ჩვენთაგანს, როცა ჩვენი დრო მოვა. ღმერთმა დაგლოცო და გაგვირთხოვოთ.